გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ამას წინათ წავიკითხე ინფორმაცია, რომ ნორვეგიამ უკრაინას შემტევი თვითმფრინავები, შტურმავიკები გადასცა და გამიხარდა ის, რომ უკრაინას ახალი ავიაცია ექნებოდა და ასე თუ ისე უფრო შეძლებდა აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევას. მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ ნორვეგიამ კი არ გადასცა, არამედ მიყიდა. ანუ უკრაინამ ოსლოს ფული გადაუხადა. არა უშავს მეთქე უკრაინას ახლა ფული გამოუყეს და სწორედ ამისთვის გამოუყო ევროკავშირმა, რომ ქვეყანა შეიარაღდეს, რაც კარგია. მაგრამ შემდგომ ისიც წავიკითხე, რომ ეს ნორვეგიული შტურმავიკები 50 წლის ასაკის თვითმფრინავები ყოფილან. და აი მე რეკითქვი, ნორვეგია ახლა კი კაპიტალიზმი გავიგეთ რაც არის. როდესაც ადამიანისთვის მგელია, როგორც ეს ძველმა რომაელმა კომედიოგრაფმა პლაუტუსმა ბრძანა. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი ნორვეგიელებო. ანუ ფაქტობრივად ჯარდს ყიდით, ჯარდზე აკეთებთ ფულს და ჯართი გადაეცით აგრესორთან მებრძოლ ქვეყანას. 50 წლის თვითმფრინავში, რომელიც ჩვენგანი გარისკავს ჩაჯდომას. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე და ჩემი აეროფობიის პატრონი ნამდვილად არ გაურისკავდი ასეთ აპარატში ჩაჯდომას. მართალია მე არც არავინ მეპატიჟება შტურმავიკში ჩასაჯდომა და ასაფრენად, მაგრამ ეს უკვე დეტალებია. ხშირად მithქვავს და კიდევ გავიმეორებ გია დანელიას სიტყვებს, რასაც საბჭოთა კავშირში კომუნიზმზე გვეუბნებოდა, ყველაფერი ტყუილი ყოფილა, მაგრამ რასაც კაპიტალიზმზე გვიყვებოდნენ, სიმართლე აღმოჩნდა. მეგობრებო, არ ნელდება ჩემი მცდელობა, რათა მივაკვლიო ჭეშმარიტებას, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა პოეტმა ბორის პასტერნაკმა თქვა, ყველაფერში მსურს, რომ ჩავწდე დედააზს, შრომაში, გზების ძიებაში, გულის ხმაში. მე ჩემი სუსტი ძალებით ვცადე ლამაზად გადმომეთარგმნა პასტერნაკის ეს სტროფი და მორიგჯერზე მივხვდი, რომ მართალი იყო კოზმა პრუტკოვი, როცა თქვა შეუცნობელს ვერ მოიცავ. ანუ ჩვენებრივად ორ საზამთროს ერთი ღლიაში ვერ დაიტევო. მოკლედ, პოეტურად პასტერნაკის თარგმანი არ გამომივიდა და ეს არცაა გასაკვირი. პასტერნაკის დონის ლიტერატურმა უნდა თარგმნოს. რაღაც სხვა სფეროში გადაუხვიე, მაგრამ მეგობრებო, არ გეგონით, რომ ახლა მარიაჟობ ამ პონტაობ და მინდა დაგანახოთ, აი რამდენი რამ ვიცი. ეს ლიტერატური, ის ლიტერატური, მოკლედ უგზო უკლოდ განთლებული ადამიანი ზის თქვენ წინაშე მეთქი. არა, ასე არ არის. უბრალოდ ვიცი, რომ ჩემს გადაცემას ყურადღებიანი, განათლებული და ინტელექტუალური ადამიანები უყურებენ და უსმენენ. მინდა მათთან ერთ ტალღაზე ვილაპარაკო და ამიტომაც კი არ ვპონტაობ, არამედ ჩვენ საერთო ენაზე ვმსჯელობ. მოკლედ, მინდა ელემენტარულ ჭეშმარიტებაში მაინც გავერკვიო და ამიტომ ვცდილობ დიდი მოცულობის ინფორმაციის მიღებას, რათა მე სათანადო დასკვნები გამოვიტანონ და თქვენთან ერთად გავარჩიო. ალბათ, ყველას გვაინტერესებს არსებული დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, თუ როდის და როგორ დასრულდება ომი ევროპაში. მე ისიც მაინტერესებს და თქვენს რასაკვირველია, როდის მორჩება ახალი კონფლიქტი ირანსა და ამერიკა-ისრაელს შორის. უკრაინას რაც შეეხება, ორივე მხარის მოლაპარაკე თავებს უსმენ და ჰოი საოცრებაო. უკრაინელები ამბობენ დღეს ხვალ ომი ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდებაო, რუსული მხარე ზუსტად იგივეს გაიძახეს ოღონდ თავის სასარგებლოდ. და ერთიცა და მეორეც უამრავ არგუმენტს იყენებს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. ხოდა აი მე რა ვქნა აქ პოსტივის შენობაში ბოხუას ქუჩაზე მჯდომა, რომელ ერთს დაუჯერო, ვინ ტყუის და ვინ არა. გასაგებია, რომ ომის დროს ყველა ტყუის ეს სტრატეგია დიდგანვე ცნობილია. ჯერ კიდევ ოტო ფონ ბისმარკმა თქვა, არასოდეს ტყუიან ისე ბევრს, როგორც ომის დროს, ნადირობის შემდეგ და არჩევნების წინ და ეს გასაგებიცაა. რამდენი რამ გვაქვს არჩევნების წინ მოსმენელი არა, ყველა დანაპირები რომ შესრულებული იყო, ახლა ალბათ ნორვეგიასა და შვეიცარიას ზემოდან გადავხედავდით და ხელსაც არ გაუწვდიდით საამბოროდ. ნადირობის სიმართლე გითხრათ, არაფერი გამეგება, არასდროს ყოფილვარ სანადირო და არც არასდროს სწავლა, რადგან
პაციფისტი ვარ არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ცხოველების მიმართაც. ხო და ომის დროს ნათქვამი ტყუილი კი აგერ ფაქტია და პრინციპში მესმის კიდეც რატომ ხდება ასე. ასე რომ ახალს ვერაფერს ვიტყვი იმის შესახებ თუ როდის დასრულდება ეს სლავთა ძმათამკვლელი კოშმარი და ევროპაში როდის დაიწყება ახალი რენესანსი. ვიცი ერთი, ვისაც უკრაინის გამარჯვება უნდა, ის უკრაინელ სპიკერებს, პოდოლიაკს, ფეიგინს, ბორტნიკოვს უსმენს, ხოლო ვინც რუსებს გულშემატკივრობს, შესაბამისად სალავიოვს, ზახაროვასა და სოფიკო შევარდნაძეს. ასე რომ ყველა თავის ჭიას ახარებს. ცუდია რომ ადამიანები კვლავ იღუპებიან, ცუდი კი არა, საშინელებაა. ერთს ვიტყვი, ვინ არის ჩემი აზრით ამ ომში რეალური გამარჯვებული? ანგლოსაქსები, დიახ. მე მგონი სლავებზე ასეთი დონის გამარჯვებისთვის მათ მთელი თავის ისტორიის მანძილზე არ მიუღწევიათ. ვიცი რა ბრიტანელების გენეტიკური ზიზღი რუსეთისადმი და მათი მრავალსაუკუნოვანი მცდელობები ჯერ რუსეთის იმპერიის, მერე საბჭოთა კავშირის და ახლა უკვე დღევანდელი რუსეთის დასუსტებისა ასეთი გენიალური სვლა მათ მგონი არასდროს გაუკეთებიათ. სლავებს ერთმანეთს ახოცინებენ, თვითონ კი გვერდიდან უყურებენ და წამქეზებლის როლში არიან. რა სიბინძურია ეს ყველაფერი, მეგობრებო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.